იყო. მოკლედ რა შედის მინსკის ხელშეკრულებაში? ძალიან ბევრი რაღაც შედის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცეცხლი უნდა შეწყლეს, უკრაინამ ჯარი უნდა გამოიყვანოს ლუგანსკის და დონეცკის საზღვრებიდან და დონბასის გარკვეული რაიონებისთვის უნდა დაწესებულიყო განსაკუთრებული სტატუსი, რაც გულისხმობდა საკუთარი ადმინისტრაციის არჩევას, ენისა და კულტურის დაცვის უფლებას, ეკონომიკური თვითმმართველობის ელემენტებს. ნახეთ ახლა რა შეა საქმე. დღეს ვგიჟდებით, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა, იმიტომ რომ საბოლოო საბუთი თუ როგორ უნდა შეწყდეს ცეცხლი და რა დათმობებზე უნდა წავიდეს ორივე მხარე, არის ორივე მხარისთვის მიუღებელი. და აქ მინსკში ორივე მხარემ ხელი მოაწერა უკვე მინსკის ხელშეკრულებას. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ თუ საერთოდ შედგება შეხვედრა ორივე მხარის შორის და ორივე მხარე თუ მოაწერს ხელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მეორე დღესვე ამ ხელშეკრულებას რომელიმე მხარე არ დაარღვევს. ამას დაზუსტებით ვამბობ იმის გამო, რომ ესეთი გამოცდილება უკრაინას უკვე ჰქონდა. პირველი მინსკის ხელშეკრულება მალევე დაირღვა, იმის გამო რომ ცეცხლის შეწყვეტა მალევე დაირღვა და ეს როგორც უკრაინელების, ასევე სეპარატისტების ბრალი იყო. პლუს უკრაინელებს არ მოსდონათ მინსკის ხელშეკრულებების მოთხოვნები. უკრაინელებისთვის დონეცკი, ლუგანსკის ოლქისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება იყო კაპიტულაციის ტოლფასი, მაგრამ ყველა მოითხოვდა, რომ უკრაინის კონსტიტუცია შესრულიყო. და ამ კონსტიტუციაში განსაკუთრებული სტატუსის კანონი უნდა შესულიყო. ბოლოს და ბოლოს მინსკის ხელშეკრულებაში ესე წერია. პრობლემა, უკვე როგორც გითხარით, იყო ის, რომ მოქალაქეებისთვის ეს კანონი მიუღებელი იყო. პლუს ამას დავამატოთ ის, რომ ესეთ კონსტიტუციურ ცვლილებას სჭირდება უმაღლეს რადაში, ანუ უკრაინის პარლამენტში 300 დეპუტატის თანხმობა და ამ ხმებს პოროშენკო ვერ აგროვებდა. იმის გამო, რომ ოპოზიციაც იყო მინსკის ხელშეკრულებების წინააღმდეგი, პლუს დავამატოთ ის, რომ რუსეთიც არ რთულებდა სიტუაცია.